ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. დღეს პაატა ხიზანაშვილი პრემიერთან ერთად ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის მონაწილეებს შეხვდა და ჩვენი ქვეყნის 105 მონაწილე სპორტსმენს წარმატება უსურვა. ქვემო ქართლის გუბერნატორი ვიზიტის ფარგლებში სოკარის წარმომადგენლობასაც შეხვდა, სადაც რეგიონის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები გაიწერა. ხიზანაშვილის განმარტებით ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გამყარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. უამრავი უცხოელი ჩამოსული, რომელიც გაიცნობს, რომ აი კავკასიაში თუ როგორ მიმდინარეობს, როგორი ცივილია, როგორ არის ბაზები, სპორტული ბაზები, მისაღება, თვითონ ინფრასტრუქტურა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო აზერბაიჯანისთვის, არამედ კავკასიისთვის. ვიხსენებათ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უნდა გახორციელდეს ქვემო ქართლში, ხორციელდება სოკარის დახმარებით და ფაქტობრივად ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ კიდეც იმაზე, რომ მთლიანად ქვემო ქართლში გახორციელდეს მთლიანი გაზიფიცირება მოხდეს ქვემო ქართლის